გამარჯობა ბრძოლის მოყვარულებო, თქვენ ჟურნალისტის ხმას უსმენთ. მიხარია რომ ისევ აქ ხართ. ამ ვიდეოში UFC 315-ის კონფერენციაზე მომხდარი გამორჩეული მომენტები გამოვყავი. Trash talk-ი, დიდი განცხადება და როგორც ყოველთვის დანა ვაითი, რომელსაც სადღაც ეჩქარება და 15 წუთზე მეტი პრეს-კონფერენცია არ გვაღირსა. მოусმენი, რადგან ამ პრეს-კონფერენციის 5 ამბავში შენ გაიგებ, ვინ არის ილიას შემდეგი მეტოქე. ბელალ მუჰამედის trash talk-ის შესახებ და მომენტი, როცა ჯეკ დილა მადალენამ იანგარი დაამცირა. დავიწყოთ ილია თოფურიას ბრძოლის ანონსით. ილია თოფურიას შემდეგი ოპონენტის სახელი დამოკიდებულია UFC 315-ის შედეგზე. აი რატომ უნდა უყურო ამ ბრძოლას და უგულშემატკივრო ბელალს. თუ ბელალი იგებს, მივიღებთ ისლამ მახაჩევი ილია თოფურიას წინააღმდეგ. თუ ჯეკ დილა მადალენა მოიგებს, მაშინ მივიღებთ მადალენა ისლამ მახაჩევი და ილია თოფურია ჩარლზ ოლივეირას ბრძოლას. ორი დივიზიონის ბედი დამოკიდებულია ამ კვირას დილით გამართულ ბრძოლაზე. იმედია ბელალი მოიგებს. ჯეკ დილა მადალენა თავს ესხმის იანგარის. იმაზე პასუხად, რომ კულისებში იანგარიმ ხმრობით თავის შვილს გაატანა MMA-ში, რათა მიეწოდებინა ჯეკისთვის, როცა ის წონას იკლებს. JDM-მა ეს ტყვია აისხლიტა და შიგ ცენტრში ჩაუსვა გერის. საერთოდ არ მგონია, რომ ის მისი შვილია. ეს საერთოდ არ ყოფილა უბრალო შეურაცხყოფა. როგორც ვიცით, იანგარის ნახევარი სამყარო ვერ იტანს, რადგან ის ცოლის გვარზეა. მისი ცოლი მართავს მას და მისი მეუღლე აშკარად დომინირებს მასზე. და ერთხელ იანს ნათქვამიც აქვს, რომ ჩემს ყველაზე აღმავაცნებებში დიდი შავკანიანი კაცი ვიქნებოდიო. ბელალ მუჰამედის და JDM-ის trash talk-ი. ბელალი ამბობს, JDM-ი 3 რაუნდში გატყდება. მალე ნახავთ კანელოს ხელებს. JDM-ი კი პასუხობს, მას არავინ არ გაუტეხავს არასდროს. ჩემი თავის შემწხვებოდა, მე თუ გამტეხავდა. იქიდან გამომდინარე, რომ ბელალს დიდად ბრძოლის გაყიდვა არ შეუძლია და trash talk-იც არ გამოსდის. და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ JDM-ი წყნარი ჩილ ტიპია, ცუდი პრეს-კონფერენცია არ გამოსულა. ჯოზე ალდოს დაბრუნება და მიზანდასახულობა. ალდომ აღიარა, რომ საშინელი წინაბრძოლა ჰქონდა, მაგრამ დაპირდა ფანებს, რომ ნახავდნენ, თუ რატომაა ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. მისმა მოწინააღმდეგემ აიმან ზაჰაბიმ პატივისცემით აღნიშნა, რომ ჟოზე ლეგენდაა და მომზადებულია ჟოზეს საუკეთესო ვერსიისთვის. ეს ბრძოლა ძალიან ბევრს ნიშნავს იმ გულშემატკივრებისთვის, რომლებსაც პრაიმ ჟოზე ახსოვთ. სამწუხაროა ნახო ალდო პრეს-კონფერენციაზე ასე დაჩრდილული. იმედი მაქვს გაიმარჯვებს და ამ სპორტიდან გამარჯვებით წავა. და ბოლოს დანა ვაითი, რომელიც სულ სადღაც ჩქარობს. შეგვარგე პრეს-კონფერენცია. დაახლოებით 15 წუთში დაამთავრა პრეს-კონფერენცია. ხალხი კი ამას თვეები ველოდებოდით და უცებ ესე მალე ამთავრებს. ჯონ ანიკისგან განსხვავებით, დანა ვაითი თითქოს ვალდებულების მიზნით ესწრება ამ პრეს-კონფერენციებს და მე უცებ ამთავრებს ყველაფერს და გარბის. ძალიან დასანანია. მოკლედ, ეს იყო პრეს-კონფერენციის მთავარი ამბები. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, გარდა ილია თოფურიას ბრძოლის ანონსისა. ამიტომ ყველა გულშემატკივრობთ ბელალ მუჰამედის გამარჯვებას, თუ გსურს ილია მახაჩევის წინააღმდეგ. თქვენ უსმენთ ჟურნალისტის ხმას. მადლობა რომ მომისმინეთ.